მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია იქვა იქხა იქვართ ჩვეულებრივად ანკოდი თუ ანარქია 18 თუ როგორ ანარქია 18 ნო ესე რომელი ესა რა გინდა რას უშლის ბანკები და ეს იმას უსვავს ხას რომ წერა უყურს ხო ეხლა გავაკეთეთ ის გადავიდა რომელი არ წერდა ფეშტეი კანაფის უწერს დაგარი არ არის მოიცა რეპერს დამისგავსა შედარებით მანამდეც იყავი თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო დღეს ყავს ძალიან მაგარი სტუმარი და ძალიან მაგარი რატო და განსხვავებული რატო მე მიყვარს ხოლმე old თემები რო არის ხო ვიცი და უკვე ბავშვობა რომ ახსენდება და იქიდან რომ მოდიან და აი სასტავი რომ მოდიან ხოლმე ჩემთან რომ გავიხსენოთ ის ყველაფერი საიდანაც მოდიოდა რა ეს თემები რა რეპერობის თემა განვითარება და ასე შემდეგ პირველ რიგში გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ ანარქია 18 იამან ეს ის არის ხოლმე ხო ეს პანდემიის მისალმებები და რაღაც ესე მიიღო ხო რა როგორ ბრადერ 7 ჯერ მშვიდი ვარ ვიდრე თვითონ სიტყვა მშვიდი რა რაღაც ეგრე მე დარწმუნებული ვარ ეს გამიხარდი წლებია ძალიან დიდი წლებია რაღაც ეპოქა იყო და ეხლა კიდე რაღაც ეპოქა და ეხლა რო შევხვდით ამ ეპოქაშიც ეგეც ბაზარი არ არის და დარწმუნებული ვარ ბევრს გაუხარდება შენი დანახვა ძველებს მოკითხვა ნახავენ და დარწმუნებული ვარ მაგრად გაუსწორდებათ და ეხლა იცი რა მითხარე სანამ ძველ დროს გავიხსენებთ სად ახარ საერთოდ რო არ ახარ ვიცი რომ ალბომზე მუშაობ იდეაში ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ რა მუსიკა და აი რაღაცას ის კეთებას კი სიამოვნებს აბსოლუტურად მანდ რა ჟანრობრივადაც თავს არ ვიზღუდავ და რაღაცა ექსპერიმენტებს ვაკეთებ მუსიკასთან ელექტრონული მუსიკა იქნება თუ რაღაც მაგეთ რა თუმცა ეს პერიოდი უკვე მე-5 რაუნდი დაიწყო ალბომთან ეს რა ამ სპარინგიც აღარ ქვია რომ დავიწყეთ პირველი რაუნდი მე-5 წელი და მე-5 რაუნდია რა და აუ ფინიშე ვუეჭველი რა ეხა აქ ინსაუნდში ლოკაცია თბილისი სადა და ინსაუნდში ვაკეთებ აი ბიჭებთან 18 ტრეკი რაღაც ესე რა თავიდანვე იდეა 18-ის იყო და ესე რა 18-ვე დემოს ერთად გამოვუშვებ რა როგორც ანარქია 18-ის ხაზგასმის ალბომში კი აი აბსოლუტურად მან მისით მოვიდა პირველი სოლო ალბომია და მანამდე ხო რაღაც ესეთი უნდა ყოფილიყო და ესეთი არის რა იქნება ვა კაი რატო არ ჩანდი როგორც ვიცი საქართველოში არ იყავი მე და შემიმოწერა ქონდა და თუ მაგ თემაზე მაგალითად შეგვიძლია საუბარი სად იყავი რასაკეთებდი კაი ხანი დაიკარგე რა просто Facebook-ით იყო რაღაც თემები გამოჩნდებოდი ხოლმე და იკარგებოდი და აი რაღაც ალბომზე რო რაც დავიწყე რა რაღაც ეს პერიოდები ყველას პანდემიის პერიოდი ყველას თავისებურად რაღაც თავიდან ადაპტაციას არ ქვია რა ჩვეულებრივად ადამიანები იმას ეგუებიან რაღაცა რომ რა ეხა შეგვებით ხო ადამიანურად შევეგვე ხო რა ყველაფერს ეგუება ადამიანს ზუსტად ეგ პერიოდი იყო როცა აი ალბომის კეთება დავიწყე და სადღაც მივყევი პერიოდულად იმ ყველაფერს რაც ანუ ირგვლივ ხდებოდა რა ეს უნდა ჩახვიდე რაღაც იქ ბინადრებით ნახო თვალი ყველაფერს ხედავს და შემდეგ ანიქჩები და სადღაც რა რომელ ქვეყანაში იყავი შენ? ქვეყანაში ეს უკვე გვიან პერიოდები ეს ბაჰრეინში ეგეთ პორტირება გავაკეთე რაღაც ესე რაღაც ერთი კვირის ვერ ჩადიხარ და 4 თვე რჩები ხო მაშინ კაკრას ეგ პერიოდი იყო რომ მოგწერე და აქეთავა რაღაც მე ისე ვაკეთე მე ისე ნუ საფულში არ უნდა წავსულიყავი რაღაც 2 თვე ნახევარი
ისე ექსტრემალური ისა ტემპერატურები იქეთ და სადღაც პაკისტანის მთებში ვაპირებდი ისე ჩილ რა, სიმშვიდე რა, დასასვენებლად რა. მოგზაურობა კაია ასწორებს. იმ თემაში რომ რაღაც განწყობები შეეცვალა ამ ყველაფერს რა. სადღაც მუსიკაზეც თავისი კი, ანუ ყველაფერი პერიოდები და ეხლა კიდე სხვა რაღაც ენერგიებით რა. ეხლანდელ ჰიპ-ჰოპს და რეპს როგორ აფასებ, როგორ უყურებ? საიდ განვითარდა, კიდე საიდ განვითარდება, როგორ ატყობ? ეს ვფიქრობ, რომ სადღაც რაც არ წყდება, უწყვეტი პროცესია და მიდის მაღლა რა, წინ და მაღლა რა. ანუ ჩვეულებრივად თუ არაფრის კეთება, ანუ არაფრის კეთება იქაა და შეიძლება იქაც სადღაც მივა და იქ გაჩერდება, ანუ კეთდება და ძალიან მაგარია რა. პირიქით, რავი, რაც უფრო ბევრი და მრავალფეროვანი იქნება, მეტი ხო ისა მე პირადად ჩემთვის ანუ ის არის რომ ეხა რეპერი რეპს ვინც კითხულობს ის ყოველ გაბრაზებულია, იმიტომ რომ გაბრაზებულია რა, რაც არ მოწონს ზუსტად რაღაცებს და რაც მოწონს იმასაც ესე რა, რაც მოწონს იმაზე ამბიცია და ამბიციური და გაბრაზებული რეპი რო კეთდება, ეგეც მაგარია და ისიც და ყველაფერი აბსოლუტურად ეს რეპს ვინც კითხულობს მისი ის თავარი ნიშა რაც არა, ეს არის ის რომ პროტესტი კონდეს, პროტესტი თუ არა, ну, რა თქმა უნდა არის რაღაც ტრეკები, სადაც რაღაცის მიმართ გექნება პროტესტი. რაც მოხდა და ესე ჩილდა, შვიდად ხარ და შვიდ რაღაცეებს ესაუბრობ და ეს კი იმ სიმშვიდებს ხვებიც პოულობენ, რომელიც მათშია, მაგრამ ის პროტესტი, რომელიც მათშია და შენში ვერ იპოვეს, ну არა რა, ჩვეულებრივად დღევანდელ არტისტებში მაგალითად ვის გამოარჩევდი? თუ ყავს ეგეთი მაგალითად ტიპები? აუ, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრია. აი, სამი ტიპი დაახლოებით თუ შეგიძლია დაახლოებით. საიდან? ან რამდენიც გინდა, ეხლა ლენტა არ იხარჯება, მაგრამ ხო, ანუ რომელი პერიოდიდან და რაღაცა, ანუ ესეც ვიტყვი, აუ, ძალიან ბევრია. ბეთლების თემას როგორ უყურებს? ბეთლების თემას აინების თავისუფლება რა, მაშინ მე ანარქია და 18-ვე რა, რა თქმა უნდა ნების თავისუფლება და ის რა არის კეთებად ესე მოწონს და თემა, იამან, cool. ესალმები. აი მანდიდან თუ გამოარჩევდი ვინმეს მაგალითად თუ ყავს. ანუ ჩვენ პერიოდში ცოტა სხვანაირი ბეთლები იყო რა, რაღაცა მახსოვს თავიდან აი სულ პირველი რაღაც ტრეკი რომელიც ანუ იმიტომ ვაკეთებთ რომ დავდოს და კი აქეთე ეს და ამ ყველაფერთან ერთად არტისტი ხარ. კი ბატონო. ჩვეულებრივად და ქმნიდა იქ რაღაც თემა, შენი რაღაც შენ თავს წარმოადგენ ესე და როცა კეთდება, ანუ იქ უკვე ხელოვნებასთან და აი ამ ყველაფერთან კავშირი გაქვს და რა თქმა უნდა ამას აკეთებ რა, ეს ნების თავისუფლება ზუსტად მაგაშია ის თავისუფლების ნიშა, რაც ნებისმიერ არტისტს მხატვარი იქნება ის ან მუსიკოსი, კომპოზიტორი ეს თავისუფლება გქონდეს და ზუსტად გაძლევს შემდეგ ისევ ძალას და ენერგიებს. მაგრამ მაშინ ბეთლაობა კიდე ცოტა ნაკლები იყო ჩვენ დროს არ იყო ესე დონეზე. დისები კიდე იყო, მაგრამ ეს ბეთლის თემა მაინც უფრო ნაკლები იყო. ხო, ეხა ეს ერთგვარი ისაა, რომ თანხმდებიან. მაშინ ეს შეთანხმება არ იყო რა. ანუ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ აი პირველი ტრეკი რომ დავდეთ ესე უყურეთ და კომენტარებზე ბიჭო ვინმე რამე არ დაწერო და ნომერი დაწერა ბიჭო რაღაც რავი ალბათ 1000 კომენტარიდან ანუ თუ რაღაცა ეგეთი იყო და ვიღაცა რაღაცა ნუ ესე სულიყო რა სანამ მენტალიტეტიც ესეთი იყო თები მენტალიტეტი დაწერდა ვინმეს თუ არ მართლა წამოსდება ან მეძებდი და რაღაცა ესე სხვა მე ერთი პერიოდი რაღაც გავიდა ის ეპოქა პირველი იმის რა და აღარც აქცევ რა ყურადღებას და მე თვითონაც ანუ გადადიან იმაზე რომ მოусმინონ რა
და როცა უსმენენ მე უკვე ხო რა თავიდან პირდაპირ ზოგისთვის ეს ბუნებრივი ისა მდგომარეობა რომ პირდაპირ აგრესიით და რაღაცა ანუ ესე დავიწყე და ზუსტად ეგ იწევდა რა და ნუ ბეთლები და ის დისები და რაღაცა ყველა ძალიან ბევრთან კონდა და ესე იყო და რავი რა რაღაც პერიოდებიც შეიძლება ეხლაც რა აი ხა გუშინ დაიდო რაც არ მოგეწონება და რაღაცა და ვინც არ მოგეწონება რატომაც არა ნების თავისუფლება როგორც ხო ნუ ხო რა 21 საუკუნე გუშინ დაიდო პელეს და იანგის რევანშის თემა რო იყო რა არ ვიცი თუ უყურე მე ხა მაგათ ხო ადრეც გქონათ და ეხა რევანშის თემა გქონათ რა რო ერთმანეთში ხო ჩემ დავაძების დღეს და ეხა ისევ მე 18 წლის გავხდე ხო და რაღაცნაირად ეს ნოსტალგიური თემა იყო ეხა იმ ბეთლს ვესწრებოდი მაშინის პირველი თემა რო გქონათ ერთმანეთში და ეხა ეს მეორე იყო და რაღაცნაირად რო უყურებ რა კაროჩე რა რაღაც სულ სხვა რელსებზე გადავიდა თვითონ რეპის თემა რა ანუ რაღაცნაირად ტექსტუალურადაც განვითარდა რითმულადაც ინსტრუმენტალებიც რაღაცა ის სხვა დონეზე ხა ჩვენ დროს იყო ოლდსკულის თემა და რაღაცა ნუ ვიღებდით ხოლმე რაღაც ხან თუპაგის ბიტებს სად იყო ეხლა მაშინ სტუდიები და კი მე გაიჩითა მაგრამ სახლებში იყო თავიდან უფრო მეტი წილი მე ეხლა უფრო პრესტიჟული პონტია რომ სახში გაქვს მაშინ ისეთი პონტი იყო რომ სახში წერდა რა ხარისხი უნდა იყოს და რაღაც და ეხლა პირიქით არის მოხდილი აქვს ნახევარზე მეც ჰოუმ სტუდიოები რა ჰოუმ სტუდია და ეს პირველი იმისთვის მაგარია რა იმიტომ რომ ეხლა კომფორტი ზონა ყოველთვის სახში იწყობდა იმ გარემოში როცა იწყებდა რაღაც ალბომის ნაწილი ესე რა წავედი ბათუმიდან სულიდან წავიღეთ და მე დამიგი წავედი ფარცხანაყანებში და იქ მოვაწვეთ და რაღაც ნაწილი იქ ჩავწერე ეხა უმეტესი ნაწილი აქ სტუდიაში და ნუ ხარისხი და რაღაც ზუსტად ის მომენტია რომ რაღაც პერიოდებში და იმაში შემდეგ მოდის რომ იქ დეტალებს და ყველაფერს ესე მეტი რაღაც გამოცდილებით და იმით უყურებ და ზუსტად მაგიტომ რაღაც მივყევით და ის კომფორტის ზონა იქ შევიქმნით შემდეგ აქ რა თქმა უნდა ჩვენ ძმებთან იმ საუნდში cool ხარისხი და რაღაც მაგეთ მასტერინგის ის საქმის რა ფლაი აკეთებს რავი რაღაც იქ უნდა დავდოთ რა მოდი ახლა იცი რა მინდა ნელ-ნელა მინდა რომ ბაბილონამდეც მოვიდეთ მაგრამ ჯერ ძველი დრო გავიხსენოთ ის თემა რო იყო ჯერ კიდე რომ მე ერთად გაგიცენთ ფაქტიურად ტუზი მაგცია და შენ მაშინ იმ წლებში ჩვენ ხალხო როდინდელ ამბავს ყვებით ახლა რა ვიცი არც მახსოვს ერთი 10 წელი მინიმუმ მეტი თუ არა ხო ხო ყველა ვარიანტი 15 ხო დაჟე შეიძლება წინა ეპოქაც რა ხო და აი რაღაცა ისეთი კონცერტები ტარდებოდა ხოლმე რაც გპ-ის მეორე კორპუსი და რაღაც ძალიან ისეთი თემები მაშინ სად იყო ეს პლუსები და რაღაც იმინდა ცოცხალი და თემები და ძალიან კაი დიჟენიები იყო რა ხო და მაშინ რო დაიწყეთ ეს თქვენ თემებს აკეთებდით საკაიფოდ მე გამოიყავით ცალკე და შენ ბაბილონის თემა გააკეთე რა ხო და რაღაცა აზრების დამთხევა არ იყო და მაგიტო გამოიყავით თუ რაღაცა კომფორტულად ვეღარ იყავით თუ როგორ მოხდა ვაფშე ეგ თემა და მე ბაბილონის წარმატებაზე კიდე ცალკე ვიბაზოთ იმიტომ რომ ცალკე მოვლენა იყო მაშინ პერიოდში რა აი იბუდგა რაღაცა და საკაიფოდ წამოიღონ ბაბილონაც რა ანუ ჩეულებრივი მომენტია რა გაიყო ხები ეხა იმას აღარ ჩაუყვები ეხა რაღაცები ვიდებოდა ხოლმე ეხა მე ნახე რომ ისევ ერთადაც გაიჩნდეთ და რაღაც ეხა იმიტომ რომ ქართველები ვართ და ადამიანური მომენტია ეხა ხო მაგაზე ბაზარია ერთი ქალაქიდან პორტო ფრანკოდან და იამან თუმცა ესე რა ყველაფერს ის დრო და პერიოდი და ეს ეპოქა აქ რა შემდეგ ისე რა აი ბაბილონის თემა როგორ შეიქმნა როგორ მონახეთ ერთმანეთი როგორ იყო ეს თემა იდეაში ერთადაც ვიყავით რა ერთადაც ვიყავით მე და ბენკს რეპლაიში ვიყავით უკვე ხო თავთიგეთ ჩვენთან ერთად ვღეროდა თუმცა იმ პერიოდში უკვე აღარ იყო ხო და რეპრაიში აღარ იყო შენ და ტუზიმ დაიწყეთ თავიდან ხო როგორც მაგ თუ თავიდან შენ და ბენკს მე თუ თავიდან მე ბენკს თავთიგე და ტუგა იყო რა 4 ვიყავით აი როგორც
ყველაფერი რა, ანუ იდეიდან დაწყებული იმით რომ რისი კეთება გვინდოდა და აი ზუსტად ვიცოდით რისი კეთება გვინდოდა, ეხაც ვიცით რა, ანუ რას ვაკეთებ ზუსტად იმ იდეით ვართ და მოვდივართ რომ ვაკეთებთ იმ ბაბილონი ესეთი იმ დროს ჯგუფს ვარქმევდი, შემდეგ გადაიქცა ერთგვარ სივრცეც, სადაც ყველა ანუ ღია იყო კარი, როგორც გულის კარი, ისე სტუდიის და ისე იმ ერთი სივრცის, რომელშიც აი ზუსტად იქ იმ საქმეს ვაკეთებდით, რაც გვიყვარდა, ისე ვაკეთებდით, როგორც გვიყვარდა და გვინდოდა და აი იდეა ისაა რომ ის რაც ჩვენ ვაკეთებთ ესე რა ყველგან ხარისხიანიც იყო თან ხარისხი იდებოდა კლიპებიც აი რომ მაქსიმალურად ვაკეთებდით ჩვენს რაღაც საუკეთესოს იმ მაქსიმალურად ვდებდით რა იმიტომ რომ ეს მისით მოდიოდა რა და ესე რა რაღაც რამდენი ტრეკი გქონდათ საბოლოოდ? ეხა რაც დევს, ანუ ისე YouTube და ესეა 116 ალბომი ტრეკი. და როგორც ეს ბაბილონის ჯგუფის თემა დაიშალეთ? არა, ეს იყო არის და მეგონი სულ იქნება, რავი, ეს გავხედო მოდი, სულ იქნება კი. Просто ცალკე გაქვს შენ ალბომის თემა, ხო? ეხა რაღაც ის ეპოქა, როცა მიკი აკეთებს კიდე პროცესში აქ. ეხა პარალელურად ჩემი ალბომის პარალელურად მას მზადა აქ თავისი აი EP-ის ალბომის თემა, ძალიან ბევრი ტრეკები იქეთ ბენგს პათუმში იამან მოკითხვა და აი ხო აი იქეთ აღარ მომისმენდება და პროცესში კიდე თითქმის ყველა რა აი ჩალი ჩობი კი ფრანკო ხო ფრანკოსია დუეტები რა კირამესთან რა თუმცა ალბომის რაღაც ისინი მომასმენინა რა რაღაც ესე მოძრაობაშია ტელეპორტებს აკეთებს რა ბაგემი და დრიფტ აუტ გემზე და ანუ მაგ სტაილში რაღაც პროცესებში აქ რა ჯერ კიდევ ძალიან გიჟ ალბომს აკეთებს აი წეგან სანამ კამერა ჩართოვით მაგაზე ვსაუბრობდით რომ 5 წელი გამეწელა ალბომიო რა თან ისა რა რაღაც გაიწელაც და ესეც უნდა იყოს რა ესეც უნდა ყოფილიყო. აი უფრო წეგან მაგაზე გეუბნებოდი. უფრო ურთხილდები მაგალითად რომ უფრო სხვანაირად დაუშვით ყველა სიტყვას, ყველა თემას და რაღაც მაშინ უფრო ახალგაზრდები ვიყავით და რაღაც პონჯი გვეკიდა და მაინც ეგრევე უშვებდით რაღაცეებს და ეხლა თითქოს რაღაცა პრაქტიკა ის მომენტია რომ ანუ განწყობები და ის რაღაც ერთობლივად როცა აი მაშინ უძებოდი მელოდიას, ტექსტსაც და ანუ მისით მოდის რა ესე მოდი ეხლა გავაკეთებ სულ რა ეხლა მივალ რაღაცა აკორდებს გავიგებ კი მელოდიას გავაკეთებ განწყობებსაც შევიქმნი რა შეუძლებლად მაგრამ ის რაღაცა რაც შენ გეწერინება როგორც მეწერინების ისე მელოდიაც ისა და როგორც მეწერინების ისე უნდა მეკითხინების კიდევ აი ასე და ამ ყველაფერს ის ყველაფერი ერთად უნდა იყოს რომ მივიდეს და ისე ჩაიწეროს ისიც რა ის ყველაფერი ხო რა ყოფილა რომ აი ესე მივყევი და ჩანაწერიც მივაყოლე ყოფილა რომ დავწერე ის შემდეგ ესე რა ჩანაწერი კიდე შემდეგ ასე ერთი წლის მერე ჩავწერე რა შეიძლება რაღაც იქ მოვიდა განწყობები თუს და შენ გავიდა დრო და კიდე რაღაცები კლავიშები დავავადე ხა იქ ესე რა რამდენი ტრეკი ხა ალბომის თემაში გამზადებული ჩანაწერი 18-ვე ჩანაწერი მომზადებული მოიცა ძმა ეს ბარემ რამდენი მაქვს ესეგი გამზადებული ჩანაწერი 18-ვე ჩანაწერი იმსადა მასტერინგი ხა პროცესში მიდის აი ყოველ თითქმის
საღამოს რაღაცებს ვამატებთ. კოკლიანთან ერთად თემა ბევრი. თუ ვინზის ვინ თუ ხელა თუ რომეო. ფლაი მახსოვს. ფლაი. აი მე ხა ფლაითი რა. რო გავიცანი აი მე რო წერდი და აქეთ რაღაც თბილისში პორტირება პირველად რაღაც პერიოდით როცა გავაკეთე, მაშინ ჯოკერის სტუდია იყო. ჯოკერას მოკითხა. მან ჯოკერსია წლებია ესეც. მაგის ბიჭიც მან თემაში გაიჩნდა, ხა ჯოკერიჩი უწერია იმაზე რა ქვია. TikTok-ზე და კაცი ქვია სახელი და YouTube-ზეც დევს მაგის ტრეკების სხვათა შორის და ეს რაღაც ისეთია რა ეტყობა. წარმატებები ბრალას. და აი რაღაც ხო აი პირველად რო რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებდი აქეთ სტუდიაში ფლაი მაშინ აი მასტერინგზე იყო წერდა კიდევაც უფრო კომერციული ტიპი იყო ეგრე მახსოვს და მელოდიური ხო და თან მაშინ იჯდა მასტერინგზე და ეხა წარმოიდგინე ეხა უსმენ მიფრინავს რა ტრეკები ჩვეულებრივად რა თავის რაღაცებს აღარადებს როგორც ვიცი არ შემხედრია დიდად ამ ბოლო დროს რა ვიცი ეს ბოლო პერიოდი არა, მაგრამ აი ბოლო რაღაც ისეთი ტრეკებიც მოსვინე რაც არ მქონდა მანამდე მონასმენი რა. იმიტომ მან რო უყურებ ხოლმე ძირითადად რო აკეთებენ ტიპები მუშაობენ ან ძვალია ხოლმე ან კოკლიანია ხოლმე ძირითადად ხო ხელა აი სასტავი არიან ხოლმე ხო და ესე იგი ფლაიც მან ყოფილა ხო რომ ბევრი მუშაობს მან ზოგადად ამ თემაში რა. ფლაი არის აი ძვალია და მინახავს. ან მასტერინგის თემაზე ზუკა და აი ხელა კოკლიანი და ხელა კიდე კოკლიანი ჩასაწერი ხავს რა რამდენი ხანია ვეღარ შევხვდით რომ მეთქი ან მე დაგადგები მეთქი ან შენ მოდი მეთქი და ხო იცი ხა ზოგი ისეთ გუფი ძლივს დავითახბე რომ მოიყვენ და ჩავწერე ხო იცი ძველები მაინც ცოტა სხვანაირად უყურებენ რა ვიციო რა ვიცი მოდი კაც უიბაზროთ მეთქი გუფი რომ მოიყვენ და ჩავწერეთ მაგრა გაუსწორ და ხალხს რა და დარწმუნებული რომ შენი თემაც მაგრა გაუსწორდებათ იმიტომ რომ ეს ახალი კაია და არ უნდა გაჩერდეს პროცესი 2000 არსებობს მაგრამ ძველები ის ხო რა ვიცოდეთ საიდან წამოვიდა როგორ წამოვიდა და ასე შემდეგ ნიჩიერის თემა თუ X ფაქტორი იყო ნიჩიერი იყო ჯერ ალტერვიზია მაგრამ ის რეპრაიზის პერიოდი იყო რა ალტერვიზია და ეს იყო პერიოდი როცა მაქსიმალურად გინდა რომ აი შენი ხმა ყველგან ყველა პლატფორმიდან მიაწოდო ხალხს ანუ აბსოლუტურად აზრი არ ქონდა სად იქნებოდა ლაივი აი საწყისი პერიოდი სადაც დაწყებული აი მართლა სახლში მეგობრების წრიდან დაწყებული პატარა სცენები თუ დიდი სცენა იყო თუ აი სადმე შეგვეძლო გასვლა ყველგან მაქსიმალურად ვცდილობდით რომ აი ის ტრიბუნას კი არა სცენა და აი ესე ხმამაღლა ხა მიწოდება იმის რასაც აკეთებ იდეაში ყველა ტრეკი იმსახურებს იმას რომ თუ გინდა რომ რა თქმა უნდა შენთვის ვაკეთებ და მე ჩემთვის მოусმენ მარტო და არავის ეგეთი ტრეკები ეგ არ მესმის ჩემთვის ვაკეთებ და სახლში დავიძები არა რა მაშინ ოკეი ეგეცნები თავისუფლება რა მაგრამ როცა გინდა რომ ხმა ესე გაიტანო რავი ჩემთვის ნებისმიერ იმას ესე მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ აბა რატო ვაკეთებ ხო რა იმიტომ რომ რა თქმა უნდა მინდა რომ რაც უფრო მეტი გაზიარება იქნება ანუ იმ საერთო ენერგიებს რა აქ ენერგიების გასვლა ყოველთვის რა ეხლა ჩვენ საუბრობთ ჩვენ მე ძალიან მიხარდი და ესეც ენერგიების გასვლა და ესე რა ვაწვით სმენელს და მეც მსმენელი და ჩვენ ყველა ერთმანეთს უსმენთ და ესე ვარ და მაშინ ყველა პლატფორმას ვიყენებდით რა და აი აბსოლუტურად რა აი ყველგან ესე რა იქაც თუ სადმე მოყოფდით თავს ეს იყო რა ეხლა რომ ვაზრობთ რა სულ თავში ბევრ რამეზე მინდა ხოლმე ვისაუბრო ხოლმე განსაკუთრებით როცა ესე ძველ მეგობრებს ხვდები ხოლმე ამ თემიდან გამომდინარე თან რა აი მაგალითად შავ პრინცთან მეგობრობის თემას როგორ გაიხსენეთ იმიტომ რომ შავი პრინცი იყო საწყისი ქუთაისის თემიდან რომელიც რეპის თემაში იყო და ასე შემდეგ და აი თქვენ ერთობლივი თემაც გქონდათ საიფერი იყო რამდენიმე ტიპი იყავით როგორც მახსოვს ხო იქ იყო და ცალკეც გქონდათ თუ ბაბილონთან ერთად არ გქონდათ ბაბილონთან ერთად ხო აი როგორ გაიხსენებდი მაგ თემას როგორ დაგეხმარა რაღაცეებში ძალიან აცხონო სულფანმა მაგარი კაცი იყო ძალიან
ძალიან დიდი პიროვნება არა მარტო იმისთვის რაც გააკეთა და აკეთებს ქვია ყოველთვის რა, იმიტომ რომ ის მუსიკა ის ენერგიები რჩება და ეხა კიდე თუ ვინმე ქართულ რეპს უსმენ და უსმენს ან მოусმენს ეხა როგორც ამერიკაში ის იციან ესე რა ყველა გაიგებს ან უნდა იცოდეს არ ვიტყვი რა ყველა გაიგებს რა და ყველას ეცოდინება რა ესე იქნება და ესე რა თუ ლეგენდა კი შავი პრინცია დღეს ესე რა თან ყველას გვერდში უდგებოდა არ არსებობდა რომ აი მე ზევიდან გადმოგხედო და მე შენზე ცნობადივა და გვერდში არ დაგიდგე მარტო მაგიტო არტისტი თქო და მუსიკა აი პიროვნება კიდე რა თქო აბსოლუტურად ძალიან ყველაფერი აი რა პირველი შეხვედრა იყო აი ესეთი შეხვედრა რომ ჯერ კიდე რაღაც ბათუმში უნივერსიტეტში ტარდებოდა მე სკოლაში ვიყავი მაშინ და რაღაც ეს ლაივი ტარდებოდა აი იმ პერიოდში რა რომ 90-იანი ჯერ კიდე ხო თუ რაღაც 2000 ალბათ 4-5 წლები შეიძლება აი ეს უკვე შავი პრინცის მებიდე ექთემები უფრო კომერციაში ეგ იყო და ლაივი ქონდა და აი მაშინ იყო პირველი შეხვედრა თუმცა ისე რა მაშინ ჩანაწერიც არ მქონდა რაღაც ხო რა რაღაც ეგ პერიოდი იყო და რაღაც ესეთი თან გაბრაზებული და უფრო ამბიციური რაღაცა რა რაღაცა ესე თუმცა ძალიან თბილად რა ისეთი ის ქონდა შეხვედრა რა და შემდეგი პერიოდი ახლა უკვე აქ ისე რომ დაბრუნდა ჩამოვიდა ისე საქართველოში აი მაგ პერიოდში იყო უკვე აქეთ ბაბილონის თემა იყო და აი მაშინ გადავიკვეთე ძალიან ისე მე ქუთაისთან ამ ჭიდრო კონტაქტები მაქვს რომ ბათუმი კი მაგრამ ქუთაისი ნინოშვილი და ეს პერიოდები და ძალიან თბილად რა იქა ყველას ქუთაის მოკითხვა მეოთხე დას იცნობ მაგ სასწავლოს თუ უსვენა შეხებრო თუ ანუ ყველა არა რა რადგან შავი პრინცი ვახსენეთ ჩვენი მასწავლებელი იყო და თემებიო ბაზრობენ ხოლმე და აი ეს ჩემი სოფელი ფარცხანაღანები და ესე გავიქითეთ რა პეტო რო გაიქცა აი ერთმანეთს იქარველოდით რა ხო რა რაღაცა მე იქა მეც რა ბავშვობიდან იქ ვიყავი და ძალიან ბევრი ელოდება სხვათა შორის ამ წერენ რომ იქნება მეოთხე დასიო გაჩითო მასიო პოდკასტეო რა და ყველასთან ესე ვერ ხერხდება ხან ზოგი თბილისშია ზოგი ბათუმშია ზოგი ქუთაისშია ესე და ყველაფერს ვცდილობ და ყველა პოდკასტში ვიძახი მოკლედ მაგას რომ მე რა შემიძლია და ვინ შემიძლია რომ მოვიყვანო მე ძალებს არ ვიშურებ ამისთვის საჭირო რომ გამოიწეროთ არხი არაფერი ელემენტარული ერთი წკაპი არის რა გამოიწეროთ არხი დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარები რომ მეტი გამხნევება და რას ფიქრობთ თქვენი აზრით გამოხატეთ რა დავამატოთ რა გამოვაკლოთ და ასე შემდეგ რა მაინც საჭიროა ეგ თემა რა აბსოლუტურად თან ნების თავისუფლება რა სპონსორი არ ამყავს არაფერი ენთუზიაზმები და შეაჭირა ჩემ უღამ ისე რომ გამომწერები მოემართოს დავინახო რომ ფიდბექი იყოს ის რომ გისწორდებათ ეს ყველაფერი რა ეგ ისაა რომ ანუ ის ენერგიები ისრება რა მაგით რა ეხა შენ ეხა როგორც აკეთებ ძალიან დიდი რესპექტ და კაი საერთოდ ყველას თავისი ისინი აქვს რა ესე მიმართულებაც და ანუ ის მომენტი რომ რაც შეგვიძლია ჩვენ ვაკეთებთ ყოველთვის ჩვენს რა ეხა ვიცი რომ ბევრ თემას ესე მოდებული უყურებდი და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ასოციალური ვარ ანუ ესე რა იმაში ძალიან ბევრი რომ ხდებოდა და რესპექტ რა და ყოველთვის საინტერესოა და რა თქმა უნდა ისაა რომ ანუ უყურებ ესე შორს ვიყავი თუ ახლოს ვიყავი თუ სად ვიყავი იმ ადამიანებთანაც თუ ჩვენთანაც ვიცოდი რომ ხედავდით და გისმენდით და იამან რესპექტ გაიხარე ეხლა რა მაინტერესებს რაღაცა ძველი ანარქია ტიპისგან
რაღაც თითქოს სხვა ტიპი დადგა უფრო რაღაცენი ტრანსფორმირება მოხდა მე რას ვამბიცი რომ შეიძლება რაღაცა ძალიან ასეთი გიჟი და ესეთი ტიპი არ მინდა ვიხმარო რაღაცა ძალიან მეტად შვიდი უფრო და რაღაც სხვანაირ დაბალანსებული და უფრო რაღაც სხვა ტიპი გაიჩიტე რა თავიდან ვთქვით ხო როგორ შვიდად ხო და აი ამას როგორ ინარჩუნებ და როგორ უნდა შეინარჩუნოს დღევანდელ პირობებში ზოგადად ადამიანმა ეგ სიტუაცია რომ იყოს მშვიდი არ კონდეს ნერვოზი და აი ესე აკეთოს თავის საქმე და მშვიდად იყოს რაღაცას მიაგენი შე რეცეპტს გეტყობა საერთოდ ცხოვრება ძიება გიჟის თემას არ მიწყენი მედია კონტექსტში არ მიხმარი გიჟი კი ჩაოლებრა დავანზე ხან ჩამოყალიბებული ხან ჩამოყალიბებული თუმცა ცოტა გიჟი ყველაში ხო ანუ მაგი ზუსტად ისე მიღებულია როგორც ნათქვამი სწორად იმ ენერგიებით მიღებული და არა რაღაცა ხო სხვა ზუსტად ისე რა ზუსტად და ცხოვრება ძიება მთელი რა აი ჩემთვის რაღაც ისე რომ სადღაც და ძიება იმ გზით რომელიც სიყვარულის გზაა რა თუნდაც ეხა ჩვენ დიდი ხანია მაგრამ ახალი პირველი ადამიანებისაც ხვდები სიყვარულით ხვდები და ჩვენ ჩვეულებრივად ესე დროში და სივრცეში და ზუსტად ის პირველი და თრუ რა ნამდვილი ემოციების გამოხატვა ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში რა მე ხა სხვისი ემოციები არ ვიცი მე ვიცი ჩემი ემოციები და ისე და სადღაც მაგან ამ ყველაფერმა იქ მიმიყვანა რომ ანუ ადგილი სადაც ყოველთვის ანუ ისე შვიდად ხარ რა შენ როცა საკუთარ თავთან ყველაზე მეტად ვინმეს ანუ ხო ხდები თუ გასაბრაზებელია იქვე გაუბრაზდები და არა მე რა ხო ანუ რეაგირება ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად იქ სადაც როგორც რა შეიძლება რაღაც გარემო და ადამიანები და რაღაცეების გამო ოკეი და შვიდა და არაფერი მაგრამ ანუ იდეაში გაა რა რომ იქვე ესე რა ხო ნუ ვისთვის რა არის იმში და ვისთვის რა არის გააჩნდა ვის ადიპოვის ჰარმონია იდეაში იმ გარემოსთან რა რომელიც ირგვლივ არის მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც არ მომწონს აი მიმართულება ვიცი საით გაუშვა რა მიმართულება ვიცი საით გაუშვა იმით რასაც ვაკეთებ და მე ჩემი კეთების ესე სქილებით და სტილით და რავი რაღაც ეგ და ასე მშვიდა იმ დღეს გზავრობდი ტაქსით რა და ზუსტად მაგ თემას ეხება ეგეთ და რაღაცაზე ვიცინოდით რა და რო ჩამოვედით ღმერთმა გაგახარო თუ ზღოლი იძახის რომ რამდენი ხანიო გაღიმებული სახეებიო და აი ეს ენერგიაო და ეს ყველაფერი არ მიგძნიაო და ღმერთმა დაგლოცავთო რა და იმდანაც დანერვოზებულია ხალხი ხო ხდები რომ რაღაც სიტყვას არ გითბობს ეგრევე უხეშად მანქანის თემაა თუ ის ქუჩაშია თუ საუბარია თუ რა არის აი ხო ხდები ეგრევე გეცეს და რაღაცა ხო ხდები ესია და რაღაცა ძალიან მსიავნეს იცი რომ როგორი მომენტია იცი რომ აი რომ მიდიხარ ადამიანს ესაუბრები ეგ ერთია მაგრამ მეორეა რაღაცა ტიპთან საუბრობ და ეს არ არის რაღაცა აი მსახიობური პონტი რა ატყობ რომ აი მშვიდად არის წყნარად არის ჩილ ისეთ პონტშია და ხო ხდები რა და აი სასიავნო ეს ყველაფერი და ძნელია რომ დღევანდელ პირობებში ამ ყველაფერს მიაღწიო რა ხო ხდები ძნელია აბსოლუტურად მესმის თან ისაა რა ეს არის ის მომენტიც რომ არიან ადამიანები, რომლებიც იმაზე ფიქრობენ, რაზეც ფიქრიც არ არის საჭირო. აი მომენტი რა, იმიტომ რომ აი წინასწარი დამოკიდებულებას იწვევს რაღაცა. აი ჰეითერები თუ მოქმედებს შენზე. სიმშვიდის თემაში. თუ გიწეწავს სიმშვიდეს. ან თუ ყავს ჰეითერები. ალბათ არ ყველას ეყოლება ზოგადად ალბათ რა. სადღაც მასშტაბებს გააჩნია რაოდენ მოაწვდნენ ხმას თუ რაღაცას რა იმ რაღაც ნეგატიურ ენერგიას და ჩემთვის რა იქნება ის რა ანუ როგორ გითხრა აი ყოფილა რაღაცა ესე თუ გულზე მოხვდა და ვაფშე წაშალე ის კომენტარი რა ის აპოჩი მომწერეს და რაღაც პერიოდში შეიძლება რა არ ვიცი ვერ მე ხა ყოველ შემთხვევაში ვერ გავიხსენებ რა წავშალე
არ ვიცი, ალბათ შეიძლება დავშალე, მაგრამ იმდენად აღარ ვშლი. კი არა, აღარ წამიშლია და ისიც აღარ მახსოვს რა. ანუ ისიც კი წაშლილი მაგონებიდან. იმიტომ რომ ორი მომენტია რომ აუნდა წაშალო, აუნდა მიწერო და მე აყვე და ზუსტად ეგ თემა გაიჩო, სადაც დასაწყისში იყო ნომერი და აწერე და რაღაცა. აი შალო. ეგ ეპოქა სამყაროდან მოვაშოროთ. ხო, რა ქვია, ნომერი და აბა შეხვედრა და აბა ამბავი. რა უნდა მეკითხა კიდე ხა შეიძლება ჩავჭრა მე და რაიმე ისე შეგვიძლია დავშვა სანამ დავამთავრებთ რომ აი ან წაკითხვის პონჩი ან დაკვრა და წაკითხვა და რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ზუსტად გეტყვი თუნდაც ერთი კუპლეტი აი ზუსტად გეტყვი მომენტს რომ ეს რავი რა ანუ ის კომფორტი ზონა ეხა არ მაგრო რაღაც არა ეგ მესვის კაცო და ზუსტად მესვის რაცაცაა პროსტა ხო ხდები გინდა ისე წაკითხვა გინდა ფრისტაილის თემა და არქვი გინდა პროსტა რომ აი ის თემა გამოვიდეს ხო ხდები რომ რაღაცა ანქომ წაიკითხა რა ხო ხდები რომ აი ეგ თემა თორე იმას ალბათ ჩაუჯდე და სტუდიურა და ის სხვა თემაა მესვის ბაზარია თუ თავისით რა სიმშვიდესთან ის ხო იმიტომ რაღაცა მე მაგალითად რაღაცა გამისწორდება ეგ თემა დარწმუნებული აქაც ეხა ისე რომ ჩავთავდეს რომ არაფერი რაღაც ერთი ლექსი მაინც აგიკითხა ერთი ლექსი მაინც აგიკითხა რაღაც ეს სიმშვიდეზე და იმაზე რა აი ბოლოს ბერჯეზუსტად ეგ რაღაც ჩაწერენ მქონდა 7 ვარ ვიდრე თვითონ სიტყვას რომ ქვია 7 მიდი არ ვარ სტიდი 1000 სტიდი ცრიდი ფიქრებს ხლიდი მაინც რაღაც სტილი ვარ რაღაც სტილი როგორც მოწეული ყველა ძირი არა ძილი ნაწილი ხარ აღარ დილამდე აის რაღაც იქეთ რა მომენტები რა პერიოდები რაღაც შეუულებრივად რაღაც კაია ესე რა როგორც მეწერინების ისე მეკითხინების რა კონცერტების თემები არის ხოლმე, მაგალითად ან შემოთავაზება და რაღაც თემები თუ უფრო ნაკლებად ამ ბოლო დროს. ბოლოს გავაკეთეთ რა ერთი წლის წინ ცოტა მერე რაღაც იდეაში ცოტა თავს იმ მომენტს ვარიდებ რომ რაღაც ალბომი რომ ეს ალბომამდე რაღაც ესე ის არ მინდა რა რაღაცებზე ბევრ რაღაცებზე ესე ვარიც ვიდა არა მარტო ეგეთ ბევრ რაღაცებზე ანუ ალბომს რო გამოუშვე მე გინდა რომ დაბომბო უფრო თემა ან დაბომბო რა იმენ ალბომით მინდა იმიტომ რომ ეხა უფრო ამ განწყობებში ვარ და აქ ვარ რა აქ ვარ მე და ის ფიტებიც რაც ეთება ბევრი დუეტები იქნება ეხა რო დავითვალო არ ვიცი ალბათ მაგრამ არის რა ფიტები არის რა ეხა ჯერ ვერ ვთქვით ხო ვისთან არის თუ საიდუმლოა თუ როგორ არის არა საიდუმლოა რა მიკისთან ნუ ჯგუფიდან ხა მიკიდა და მიკისთან დადასთან ორი ტრეკია სამი ტრეკია ერთი სამი ვართ ორი ფიტი ისე ერთი მიკისთან დადასთან ერთი ფიტი ფულა და ოლბოისთან ერთი ტრეკი იამან მოგკითხო ბიჭებს კიდე აი სუკასთან კოკლიანთან და იბოისთან ერთად ვაკეთებთ და ერთი კიდე ისეთი რა ხო ესე როგინდა რომ გიგრებით ჩვენიძმა და აი აბსოლუტურად სხვა ტრანსფორმაციით ეხა ამ ეპოქაში იამან კაისუ ყველაფერი კაისუ რო გავთიშავთ მერე მითხარი ხო არა უკვე ხო რაღაც ეგრეა და აი ესე იდეაში იყო კიდე რაღაც იდეები თუმცა რაღაც პერიოდები და ზუსტად ალბათ ის ეპოქები რაღაც შეიცვალა უყურებდა არა ხო რაღაც კი არ გაიყო გზები უბრალოდ ხო რა არა ხო ესე რა ნუ იამან ხდება ხოლმე ანკო მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადო ძმაო და რატო იცი უფრო მეტად. აი წეგან აღნიშნე შენ რომ ველოდები ალბომსო და ბევრ რაღაცებზე ვიკავებო თავსო რა და მე გამიხარდა ის რომ ჯერ შენ გამიხარდი, მაგრამ გამიხარდა ის რომ მოვედი შენთან სტუმრად სახში, შენ ხარ მე ჩემი სტუმარი, ჩემს გადაცემაში ეს ჯაჭვი, ენერგიების გასვლა და თემები და
მე მინდა რომ ეს პოდკასტი კიდევ ერთ-ერთი ტრამპლინი იყოს იმ თემაში, რომ ალბომი და კიდევ ერთხელ დაგინახონ ხალხმა, რომ აი აკეთებ ჩალიჩობ, არ ხარ გაჩერებული. ჯერ ბევრი კიდევ ბევრი დაგვინახავენ რა, ანუ და ჩვენს ბევრი დავინახავთ რა, ჩვენს ვხედავთ რა, ვერც ხედავთ. შენ რა სიტყვი დღევანდელ ამ 1 საათზე თუ საათნახევარით რა ვიცი რაც გავატარეთ. მე მაგათ ვისიამოვნე. მე დავიქნა რომ ძალიან გამიხარდი, ძალიან ბევრი წლებია არ კი ჩვენ ესე მით მაგრამ ესე რომ ხელ გამიხარდი ლაივში კი ესე და ზავი ალბათ სასაუბროთ იდეაში იმაზე ვისაუბრეთ რასაც ვისაუბრებდით და ხო ნუ ესე ერთი პოდკასტით არ იწურება კიდე შევხვდებით ალბომს რომ გამოვიხარი და გამიხარი და ის ენერგიები ყოველთვის და ძალიან დიდი რესპექტ რასაც აკეთებ ეხაც და პერიოდები და მან სულ ვიტყვი ხა მე ვის რა უნდა დავაძალოს მაგრამ როცა უყურებთ და ისა იზია რა ანუ მათ ძალიან ადვილი გამოიწეროთ იმიტომ რომ მე რეცხო უყურებ და გაინტერესებს და მან ასე რომ უყურებ და გამოიწერე გასვლა აბსოლუტურად მან წარმატებები გამიხარდი და მიხარი ხარ სულ ესე გულშემატკივარი ვარ ესე ვიტყვი იმიტომ რომ შენ რასაც აკეთებ და ის რაც შენ სულ გეკეთებიოს ისე რა ანუ როგორც შენ გსურს და აი რაც უფრო მაღლა მე ყოველთვის გამიხარდება და ვიცი რომ ესე რა და ანალოგიურად შემოძვა ანალოგიურად ალბომს რო გამოვუშვებ კიდე ერთი შეხვედრაც მან ალბომი მოვაწყოთ რაღაცები წავიკითხოთ კი აბსოლუტურად დავლივოთ და ცოტა სხვა გადაცემა გავაკეთოთ აბსოლუტურად ზუსტად ესე რა მე მოვწე ვის რა უსწორდება რამე ხო არ არის რაც გინდა დაამატო ან რჩევა მისცე მაგალითად დამწყებ რეპერებს რამე ესეთი და რანაირი რჩევა არ მინდა აბსოლუტურად როგორც გამოცდილი ხო რა ზუსტად ისაა რომ არ გაჩერდნენ, ანუ ნებისმიერ დროს ყოველთვის რაღაცა კეთდება, მაგრამ ნუ იდეაში ვერც გაჩერდებიან, როცა ერთხელ ინფიცირდები ჰიპ-ჰოპით, სადღაც შემდეგ ყოველთვის, მაგრამ როცა რაღაცას აკეთებ იდეაში, ანუ ის მომენტია, რომ ყოველთვის ამას ყოველთვის მოქონდა და მოაქრა ის. ყოფილი არ არსებობს ეგ თემა. ხო, ესე ხო არა რა ის. შეიძლება აღარ რეპერობ, მაგრამ რეპის გარშემო ტრიალ ეფექტებაა რა. ყოფილი ეგრეო რა, სადღაც მაგრამ ანუ იდეაში ისიც მოვა ის თავისუფალი დროები და განწყობები როდესაც ესე რო აღარ გაგაგდებიებს და მოიცლი რა იმიტომ რომ ეხა რაღაცა მოძრაობებში რო ხარ და რაღაცა თემებში დაიჭდე და იქ და ეგრევე დაიწყო წერა მაშინ რავი რა რაღაცას კი დაწერ რა მაგრამ ანუ შეიძლება არ გეწერინებოდეს იმ მომენტში ზუსტად ისაა რომ იმას ელოდები რომ რაღაცა დრო იყოს და ფიქრეს კი არა იქ მის დავაგების თემა რა კი ბატონო ეგ არის რა მან